ლიტერატურული თეატრი ვაგრძელებთ პროექტს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. ამჟამად ვიმყოფებით ხარაგაულის ულამაზეს სოფელ ბორში, ცაცო შათელიშვილის ოჯახში. ქალბატონი ცაცო ხარაგაულის საგანმანათლებლო სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი გახდათ. 6 წელზე მეტი გაატარა მან ახალგაზრდობის განათლების სამსახურში. დღეს იგი პენსიაზეა, სოფელ ბორში მაჭავარიანების თავის მეუღლის სახლში იმყოფება და გვინდა რომ მთელ ხარაგაულს, მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვაფეროთ ეს უსაყვარლესი ქალბატონი. ვიცით რომ ხარაგაულელებს უსაზღვროს ენატრება და უყვართ ქალბატონი ცაცო, რომელიც გამორჩეული გახდათ თავისი გონიერებით, თავისი იუმორით, თავისი საოცარი ნიჭით, სიმღერისადმი, ხელოვნებისადმი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონი. მასაც ძალიან ენატრება ხარაგაული, რადგან უკვე იშვიათად ახერხებს ხარაგაულში თავისი მეგობრების, ახლობლების, თავისი აღზრდილების მონახულებას, ძირითადად სოფელშია შრომობს, საკმაოდ მხნედ გამოიყურება და თქვენ თავად დაწმუნდებით ამაში. წლის ოქტომბრის თვიდან დავიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის განათლების განყოფილებაში მეთოდური კაბინეტის ბიბლიოთეკის გამგედ. 30 წელი გავატარე განათლების განყოფილებაში. ჩემი მუშაობის პერიოდი 30 წელი გავიდა და ეს წლები ჩემს სიცოცხლეში დაუვიწყარი და ძალიან თბილად და გემრიელად მოსაგონარი წლებია. იქ მუშაობდნენ შოთა მესხი, ბატონი შოთა მესხი, ნიკოლოზ შარიქაძე, გამგე განათლების განყოფილებისა შოთა ჩხიკვაძე იყო, ბატონი შოთა ფარნაოზოვიჩი, ჩემი სამსახურში მეგების დროს. შემდეგ ბატონი შოთა ღონღაძე. განათლების განყოფილებაში მეთოდ კაბინეტში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა სასკოლო ბიბლიოთეკართა სექციას. მაშინ 27 დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლა იყო რაიონში. 11 არასრული საშუალო და 20 ინტერნატი, სკოლა-ინტერნატის ჩათვლით 20 საშუალო სკოლა. ამ სკოლებში ყველგან იყო საბიბლიოთეკო წიგნები, ფონდები და სისტემატურად ივსებოდა და მარაგდებოდა განათლების სამინისტროდან მოწოდებული სასწავლო, ხატრული და მეთოდური ლიტერატურის რომლის განაწილება იმის მიხედვით, სად რომელი ენას სწავლობდნენ, ზოგან გერმანულს სწავლობდნენ, ზოგან ფრანგულს სწავლობდნენ, სად რომელი რამდენი წლიანი იყო და ან რომელ სკოლას რა უფრო ჭირდებოდა, მე განაწილებდი ამას და განსაკუთრებით კარგი პერიოდი იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს სასკოლო სახელმძღვანელოების უფასო სარგებლობის წესი დაინერგა საქართველოში და ამის შემდგომლად მე ვმუშაობდი, მაშინ ვითვლებოდი განათლების სამინისტროს მუშაკად. 2 რაიონი მებარა, ბორჯომისა და ხარაგაულის რაიონები და ამ სკოლებში მე ვაწესრიგებდი ამ საქმეს, ამ სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასო სარგებლობის წესებს, გასწავლიდი როგორ უნდა ყოფილიყო აღრიცხვა ამ სახელმძღვანელოების, როგორ უნდა ემოქმედათ, როგორ უნდა ჩამოწედილიყო, როგორ უნდა შევსებულიყო და ასე შემდეგ. ერთ-ერთ სამსახურში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე დაიწყო მუშაობა, გავიცანით ერთმანეთი, ძალიან მომეწონა მისი ადამიანური თვისებები და ღირსებები და მასაც ალბათ ასეთი შეხედულება ჰქონდა ჩემზე და მე გაბაცანი ჩემ დედასაც, ჩემ სიძეებსაც, დედმამიშვილებსაც და ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ ძალიან ნორმალური წესიერი ადამიანი იყო, ადამიანი ჩამოყალიბებული, რომლისგანაც სიგლაფეს არაფერს არ მოველოდი. ასე გავატარეთ ბევრი წელი ერთად და უკვე 17 წელი გახდა დაიღუპა. ვინაიდან ჩემ მეუღლეს ასე სურდა, მე აქ ვარ ბორში, უსინათლომწმული, უჩემოთ იმას არ შეუძლია, რომ იარსებოს. წამალი თავის დროზე უნდა დიაბეტი აქვს,
ჩასაცმელი უნდა მოვუჩებნო. ოდნავ რაღაცა ძალიან უნდა მომეხმაროს, მაგრამ ერთ სიტყვით ხარჯგობთ, ხან ვეფერებით ერთმანეთს და ვართ ასე ჩემი მეუღლის გადაცვალების შემდეგ მე ათაურობას არ მოვცილებ. კარის მეზობლები ყავს ისეთი კარგი, რომ ერთი არ იქნება ამ აქეთ ამხარეს ბატონი ზურაბ მაჭავარიანი, მე ფუტკრე, ძველი, განათლებული და ძალიან კარგი გაზრდილი პიროვნება, ადამიანი, რომელსაც ყველა საკითხზე შეიძლება ნორმალურად დაელაპარაკო. ვარ სოფელში, მაგრამ ჩემი ხარაგაული მაინც სულ მენატრება, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლის ყველაზე საუკეთესო წლები ხარაგაულში გავატარე, გავზარდა ჩემი შვილები. იქ დავაყენე გზაზე და შვილიშვილებიც უამრავი ადამიანია ხარაგაულში, ისეთი რომელიც ძალიან მიყვარს. სიძულვილი ჩემ თვისებაში საერთოდ არ არის. მტერი რომ მტერია, ის არ მძურს. იმას ღმერთი მიუძღავს თავის სამაგიეროდ. მაქვს მეურნეობა, ხილი მაქვს გაშენებული, ჩემო ბატონო პატრა ვენახიც მაქვს, ციმინდი, ლობიო, ისე რომ ჩემმა შვილმა და მე არ ვიყიდოთ, ყველაფერი გვაქვს. პომიდორი მაქვს წელს სასწაული, ჩემი ხელით მოყვანილი ნერგი დავრგე, სხვადასხვა ჯიშისა. აი ყველაზე საოცრება და ყველაზე კარგი ვერც კი ვჭყვიტა ხო იცი. აი ეს სხვა ჯიშია, ამას საპიკულე პომიდორს ვეძახით, ცოტა გრძელი ფორმისა რომ რო არის ესენი, მოისხა კარგად და ძალიან მიყვარს ეს. ამ სხვაც გულაბი ქვია, ნამყენი. ბევრს ისხავს და ძალიან გემრიელია. ეს შინდი ამდენი რო ასია. თითქმის ნახევარი საუკუნის არის ჩემმა მეუღლემ თბილისიდან ჩამოიტანა თავისი დის ეზოდან და დარგო. ეს ჭურის თავი არის რამდენიმე 5-6 ჭური არის, 7 საპნიანი, 5-იანი, ჩემო ბატონო 10 ფუთიანები, 5 ფუთიანი და 2 ფუთიანი. მაჭავარიანებს მოგეხსენებათ, ქეიფი ძალიან უყვარდათ და ამ ჭურის თავზე ბევრი ქეიფი ჩატარებულა. აღლივი და კანცული ცოტა შრომით, მაგრამ ბევრი მაინც აღარ შემიძლია ამ ავასაკში უკვე. აქ ჰამაკიდავს მუშვალას ხე არის ეს და ჩქერო აქვს ისეთი, რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ახავს და დავждები ჰამაკში და ცოტა ხანს გაიჯეჯილებ რა. ისიარულის თავი რო არ მაქვს, ჩემმა შვილმა ეზოში დამირგო მაყვალი და ყოველ დილას კრეფ მაყვებს. აი საუკეთესო ჯიშის მაყვალია. ეს არის გენაცვალე კუხე და ცოტა შემწიფებული პომიდორის სალათა, რომელიც შეიძლება არც გქონდეთ გასინჯული და ჩემი საფირგო კერძია და ფიქრობ მოგეწონება. ეს ჩემი გაკეთებული ლიქიორია, ლიქიორს ვაკეთებ სხვადასხვა რამისგან, მაგრამ ეს არის ნამდვილი ვიშნოვკას რომ უძახი, ამიტომ ალუბლით გაკეთებული. ვიშნია ხომ ალუბალია. და მინდა დაგლოცოთ ამ ტკბილი სასმელი. ორიდან ვეფერები ჩემ ძვირფას ხარაგაულს, მის მდებარეობას, მის მოსახლეობას, მის ავან-ჩავანს, მის სიცოცხლეს, მის სიხარულს, მრავალწლიან სულ წაღმა და წაღმა ყოფილიყოს მისი მომავალი და მისი უკეთესი და უკეთესი ცხოვრება ჩემი ხარაგაულიდან დაწყებული მთელ საქართველოს მეფერები და მთელ საქართველოს ვლოცავ 86 წელიწადში გადავდექი და ღმერთო ყველა ქართველი ჩემზე მეტად დააბერე, ტკბილად, გემრიელად. მართალია ხანდაზმული ვარ უკვე და წუთი სოფელი და მიილევა მალეო წლები გაფრინდა. დავბერდი რაღა დღეს, რაღა ხვალეო, მაგრამ ეს ბუნების ოქროს წესია. ყველაფერი იბადება, იზრდება და კვდება. ერთი ძალიან კარგი ლექსი აქვს ჩემ თანამემამულეს, ჩემი ჩრდილის სალოცავების მადლითა და სოფლიოში უკეთილშობილესი კაცის გრიშა გოგნაძის გაზრდილი ვაჟიშვილის ვალერი გოგნაძის ლექსებიდან ერთი ლექსი ძალიან მიყვარს და ხშირად ძირის წინაც კი ვიმეორებ ხოლმე ჩემთვის გულში, მამაღლა ხო არ ვიყვირებ. და მინდა წაგიკითხოთ თუ ნებას მომცემ. წახდა დროებაო, ჰეი, ბერიკაცო, ასე დანანებით ნეტა რას ვისტირი.
რა დროს სამანია გაღმა შერჩენილი რა კამარხანჯალი რის გუდა რა სტვირი შენის დაინანე წლებმა რომ დაგდრიკა და კეფას შეაცვდა თვით თეთრი ჭაღარაც თორემ რაც გებადა დრომ იმ უსამართლომ 1000 შენაირთან შეკრა და გაყარა შეხედე იმ ყმაწვილს თვალში რომ არ წივი უზის და გულში კოცონი უნთია მისია დღეს დღე მისია სიცოცხლე დღეს მისი დრო არის დღეს მისი წუთია მაგრამ კიდევ წლები და ისის დაბერდე მაშინ მაპატიე და ჩვენ აღარ ვიქნებ სულ სხვა ახალგაზრდა მომართა ცხოვრებას თავისი ღონით და თავისი ფიქრებით მაშინ უღარ სტილი ის რაც გუშინ იყო ხვალ ბუხრის კოცონთან უამბე შვილთაშვილს და ამ წეს ამ კანონს ღვთისაგან გაჩედის კაცთაგანს ვინც შეძლებს ვის ძალუց ვინც აშლის არც არა რა ვარდმან თავის ყვავილი გააღმოს და ამჭკაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა წავა და სულხوار იქნები მაგრამ შვილები მყავს შვილიშვილები მყავს კაი მეზობლები მყავს აგერ გამოჩნდა ჩემი გურიკო ღმერთოს უყელა კარგად ავყუთე მამაზეც ერთხო რომ ყველა მიცოცხლოს ჩემზე დიდხანს და იბედნიეროს და იხაროს ღმერთო მოუბრუნე კარგად წაღმა და წაღმართიანად ჩემ ქვეყანას დრო და წუთი სოფელი ყველა ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი ჩვენ ქვეყანაში საწოლთან მიყიდია და მოისურვილებ ხოლმე ხანდახან ჩემი ორი თითი დავუკრავ და დავამღერებ ახლა მოგიძღვრით ერთ პატარა სიმღერას მე ჩემ შვილთან და ჩემ გამუყრენ მულთან ერთად საიქიოში ზვარუდა უჩებოთ წასვლად ხოდა გასიამოვნებთ ალბათ მაგარი Klausmelia, chimchaya chaya, chimamala melia, chimchaya chaya, shauri me, shauri mama she, sam shaurat sumi vidishen mama she, shauri me, shauri mama she, sam shaurat sumi vidishen mama she, rim tam ram pidari do, rim tam do. Rim dam dam ram pidari do rim dam dam ram pidari do Ağaço khobave buda vadi